ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისული პირველი მოქმედი ოპოზიციონერი გიორგი გახარია აღმოჩნდა. 6 საათიან ხდომაზე ერთ დროს ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ღალატში სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და პოლიტიკურ გადაცდომებში. ქართული ოცნების შინაგანსაკუთრება მინისტრი მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაწინაურებული გიორგი გახარია ყოფილმა თანაპარტიელებმა 2019 წლის 20 ივნისისა და 2021 წლის თებერვალში ნიკა მელიას დაკავების საქმეებზე გამოჰკითხეს. ვიდრე კითხვებს უპასუხებდა გიორგი გახარიამ განმარტა რატომ მივიდა იმ კომისიის ხდომაზე, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებს. მადლობა რომ მობრძანდით, როგორც ჩანს აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებებში ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. მე ვხედავ რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არც ერთ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე სამწუხაროდ მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს. ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის დაშლიდან თითქმის 6 წლის შემდეგ პირველად გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამით რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება მას არ გაუწია. ხოლო რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დააკისრა. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცხრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭაობს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმშიც. თქვენ არაერთხელ გითქვამთ და თუ ასე არ არის, ეკნება ეხაც დაადასტუროთ. რაც 20 ივნისს ხდებოდა. იყავით თუ არა უშუალოდ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. როდესაც ეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოში, იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა ინფორმაცია სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისევე როგორც უსმა სხვათა შორის, კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლას. იქ ხო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი არ მახსოვს ახლა. ბევრად უფრო ოდიოზური გვალები იყო ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, მაგ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი დარღვეული არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე ეს ხალხი არ შემოგვეშვა და ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ უშვებთ. ატყდა ერთი ამბავი. პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო. მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ შეიძლება დავასრულო რა. ამ კაცის შემოშვების შემდეგ და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც თქვენ კი იძახით, რომ ქვეყნის გარეთ იყო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან. ოპოზიციონერმა ლიდერმა ყოფილ თანაგუნდელებს რამდენჯერმე შეახსენა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. კომისიის წევრთა შეფასებით კი ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამისა და 2024 წლის ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციები ძალადობრივი ფორმით ერთმანეთის მსგავსი იყო. თუ კომისია არის ნეიტრალური და კომისია მართლა თვლის, რომ ეს უმძიმესი სურათები, კადრები, რომელიც დაუშვებელია და რომლის გამხორციელებიც რა თქმა უნდა დასასჯელები არიან. ამასთან ერთად ნეიტრალური მოიტანს და
აქციის მონაწილეების დაშავებულ სურათებსაც მოიტანს და იტყვის, რომ აი ეს არის ჩვენი დღეს პრობლემა და იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო დავაჯახოთ ერთმანეთს, აი ამ პერფორმანსებით, რაღაცა მოვახერხოთ, რომ იქნებ ხიდები ავაშენოთ, აი ეს არის უბედურება. დღეს სამწუხაროდ იმის მიუხედავად, რომ მაშინ იყო შტურმი შენობაზე, რომელსაც თქვენც ადასტურებთ, მეც ვადასტურებ, სტრასბურგის ადასტურებს. ამაში მაინც თანხმდებით. მაგრამ დღეს, როდესაც აქციები კარგით არის შემთხვევები პოლიციელებზე ძალადობის, მაგრამ ეს არ არის ორგანიზებული შეტევები სახელმწიფო ინსტიტუტ და საბოლოო ჯამში ძირითადად ეს არის მშვიდობიანი აქციები. ჩვენ ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, რომლებსაც ასევე ჭირდება დაცვა და ესეც არის ძალადობრივი აქციები, როგორც ის, ესეც დაფინანსებულია გარედან. კომისიის 6 საათიან სხდომაზე მწვავე დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხი გახდა. გიორგი გახარიას ყოფილმა თანალპარტიელებმა მისი 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება შეახსენეს. სწორედ ამ დღეს გადადგა გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, რაც კომისიის წევრებმა კვლავ ქართული ოცნების გუნდის ღალატად შეაფასეს. დაკავშირებით მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მელიას დაკავება იყო კიდევ ერთხელ ვამბობ მიზეზი, ხარკი, რომელიც მე გადაუხადე გუნდს და სახელმწიფოს. სხვა არაფერი. მაგაზე მე გეტყვით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ მე მაინტერესებს დაკავება არ დაკავება არ იყო რას ნიშნავს სახელმწიფოში. რა ხარკი, რა ღალა, რაებზე ლაპარაკობ საერთოდ გავგი. კითხვებით მელიას დაკავება მსხვერპლით, კარგი იქნებოდა კი არა? მელიას დაკავება მსხვერპლით ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი არ იყავით თქვენ და იყო ვახტანგ ინფორმაცია გააქვთ, წნეხი შემცირდა. როგორ? დაძაბულობა შემცირდა, ხალხის რაოდენობა შემცირდა და ბევრად უფრო მარტივი გახდა იქ ამოკრაციის რატო ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? მოიცა რატო ხარ? არა, იმ დღეს რატომ არ აი რატო ყვირი ხარ? ბატონო ალუდა ერთ რატო ყვირი ხარ? არა, ერთი წამი კაცო. რატო ყვირი ხარ რა? შენ რა არ მოგეწონა ერთ იმ დაკავებაში მელიას ამ წეს რო ესე ძალიან გულთან მიგავს. აი რა არ მოგეწონა მითხარი რა. მსხვერპლი მელიას ამ წე ბატონო მელიას ამ წე არ მოგეწონა? არა, ყველაფერი. აბა რა არ მოგეწონა? ყველაფერი მომეწონა. აბა რას გვიყვირი ხარ? ყველაფერი მომეწონა. დამშვიდე. ყველაფერი. რა უნდა დამშვიდე? დამშვიდი შენ, მოდი ხარ, ახლა ყველაფერი ხარ. იმის ნაცვლად მომისვინე კაცო. თქვენ დღეს როგორც აი ტელევიზია რო დადიხართ და ატყუებთ ქართულ ხალხს, დღესაც მორიგ ჯერზე სრული სიცრუე აი როგორც თქვენ ამბობთ წყალი, სულ ყველაფერი წყალი, გარდა სიცრუისა და ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დღეს თქვათ, რაც ამ სხდომაზე მოვისმინეთ, თქვენ ბევრჯერ მოგვატყუეთ საზოგადოებას, შეეცადეთ რომ მოგეტყუებინათ, ამიტომ თქვენ ხართ უბრალოდ მატყუ არა ჩვეულებრივი. ჯერ არ არის ცნობილი ამ უწურეს თუ არა კითხვები ქართული ოცნების ინიციატივის შექმნილი კომისიის წევრებმა ყოფილი თანაგუნდელის მიმართ. დღეს არც ის უთქვამთ დაიბარებენ თუ არა 20 ივნისის საქმეზე იმ დროის სხვა მაღალჩინოსნებს. გახარიამ კი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩია, რომ კომისიის სხდომაზე 20 ივნისის განხილვისას ბიძინა ივანიშვილიც დაიბარონ.